მივესალმებით ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის მონაწილეებს, ჩვენ სტუმრებს, სპორტის გულშემატკივრებს მთელ საქართველოს და ევროპას. Greetings, greetings, greetings to everyone who is here in Bakuriani, Georgia, everyone who is watching us right now. Greetings to the participants, greetings to our beautiful guests, sports fans of European Youth Winter Olympic Festival Bakuriani 2025. Here we are, Georgia as a part of Europe, Georgia as host of Europe. ვისაც უყვარს სპორტის ზამთრის სახეობები, ვისაც აინტერესებს თანამედროვე ევროპული სპორტის განვითარება, ახალი სახეები და სახელები, ვისთვისაც ღირებულია ოლიმპიური ფასეულობების სპორტი, მშვიდობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოკლედ დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ყველას ყურადღება საქართველოსკენ არის მომართული, რადგან დღეს სტარტს იღებს დიდი სპორტული დღესასწაული ბაკურიანი 2025, რომელშიც მონაწილეობას იღებს 1000-მდე სპორტსმენი მსოფლიოს 45 ქვეყნიდან და შეჯიბრებები ჩატარდება როგორც ბაკურიანში, ასევე თბილისსა და ბათუმში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ 2000-ზე მეტ სტუმარს, სპორტის გულშემატკივარს და საერთოდ ვიყოს მასპინძლები ამ დიდი სპორტული ზეიმისა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება 16 თებერვლის ჩათვლით. Nandwadasya. Greetings to everyone who loves winter sports. Greetings to everyone who are interested in the development of modern European sports, new faces, names, those who value Olympic values, sport, peace, healthy lifestyle, all eyes on Georgia for the next 1 week from today, because today marks the start of the grand sports celebration Bakuriani 2025, with nearly 1,000 athletes from 45 countries participating. Competitions will be held in Bakuriani as well as in Tbilisi and Batumi. It is a great honor for us to be the host of such a wonderful and important celebration of sports from today for 1 week until February 16th.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველად 1991 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით გაიმართა. ბუნებრივია, რომ იმთავითვე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც პროფესიონალთა, ასევე სპორტის მოყვარულთა წრეებში და ბუნებრივია, რომ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს ძალიან მალე სპორტის ზამთრის სახეობებიც შეემატა. დაარსებიდან ზუსტად 2 წელიწადში, ანუ 1993 წელს უკვე იტალიაში, აოსტაში სპორტის ზამთრის სახეობებში გაიმართა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. აქვე სიხარულით გვინდა აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით გახლავთ მერვე ქვეყანა, რომელმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სახეობების ფესტივალს უმასპინძლა. The European Youth Olympic Festival was held for the first time in 1991 in Brussels, Belgium, under the patronage of the International Olympic Committee, and it gained great popularity among professionals and sports enthusiasts. Naturally, winter sports were added, and sports of Olympic Festival of Summer type were held soon in 1993 with the Italian hosting in winter sports. And we're so happy and proud to announce that Georgia happens to be the 8th country to host both summer and winter festivals. სპორტის ზაფხულის სახეობებში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 2015 წელს გაიმართა და ალბათ ყველას კარგად გვახსოვს ეს პერიოდი, ხოლო ზამთრის სახეობებში ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი ჩვენს ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 59 გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა. In 2025, the Youth Olympic Festival in summer sports were held here in Georgia. And the official status of the host of the Winter Olympic Festival was granted to our country at the 49th General Assembly of the European Olympic Committees. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ კონცერტს მუსიკალურად აფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსებთან ერთად. ახლა კი სცენაზე ვთხოვთ ანსამბლ აფხაზეთს. Would love to greet Maestro Nika Nikashvili and wonderful musicians who are with us for the whole evening. Ensemble Abkhazia is joining us right now as well. და დიდი სიხარულით გვინდა მოვიწვიოთ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის მონაწილეები. Ladies and gentlemen, please welcome the participants of the European Youth Winter Olympic Festival Bakuriani 2025.
ყაზახստანი. Azerbaijan. ალბანეთი. Albania. ბელგია. Belgium. ბოსნია და ჰერცეგოვინა. Bosnia and Herzegovina. ბულგარეთი. Bulgaria. გერმანია. Germany. დანია. Denmark. დიდი ბრიტანეთი. Great Britain. ესპანეთი. Spain. ესტონეთი. Estonia.
Italia. Cyprus. Kosovo. Latvia. Lietuva. Liechtenstein. Moldova. Moldova. Monaco. Montenegro. Montenegro. Netherlands.
Marino. საფრანგეთი, France. სერბეთი, Serbia. სლოვაკეთი, Slovakia. სლოვენია, Slovenia. სომხეთი, Armenia. უკრაინა, Ukraine.
შვედეთი, Sweden, შვეიცარია, Switzerland, ჩეხეთი, Czech Republic, ჩრდილოეთ მაკედონია, North Macedonia,
მონაწილეებს ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ მათგანს ჩამობრძანებისათვის და იმ დღესასწაულის მოწყობისათვის, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში თითოეულ სპორტის გულშემატკივარს გველოდება. რა თქმა უნდა, წარმატებას უსურვებთ ყველას და მთავარ მიზანს, რაც აქვს თითოეულ სპორტსმენს, ხომ? საუკეთესო შედეგის დადებას. Nandulad. Welcome, welcome, welcome. Thank you so much for being with us. 45 countries. We wish you all the best of success and best sports results here in Bakuriani 2025. ნამდვილად აპლოდისმენტები ჩვენს არაჩვეულებრივ 1000-მდე სპორტსმენს 45 ქვეყნიდან და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბაკურიანი 2025-ისათვის მზადება 2020 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის შემფასებელი კომისია ჩამობრძანდა და ბორჯომისა და ბაკურიანის შესაძლებლობებს გაეცნო. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. გკითხულობთ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის შემფასებელი კომისიის შემაჯამებელ ოქმში, რაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრისა და ერთკვირიანი სპორტული დღესასწაულის, ასე ვთქვათ, საწინდარი გახლდათ. We began preparing for this wonderful day in 2020 when the Evaluation Commission of the European Olympic Committees visited Georgia and learned about the possibilities of Borjomi and Bakuriani. We read in the final protocol of the Evaluation Commission of the European Olympic Committees the following. All government structures fully support the project of the 2025 Winter Youth Olympic Festival in Georgia in order to present winter sports and tourism. This is the foundation for our meeting today and the one-week sports festivities. ახლა კი ტრიბუნასთან თხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. Prime Minister of Georgia, Mr. Irakli Kobakhidze. Ladies and gentlemen, Kalbotoneba და let ბატონებო, me greet and welcome Mr. მივესალმები Spiros Kapralos, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ სპიროს კაპრალოს, Mr. Mikhail Qabilashvili, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაბელაშვილს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, members of the government, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, athletes, fans, სპორტსმენებს და გულშემატკივრებს, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. Today is a historic დღეს day ქართული for სპორტისთვის Georgia ისტორიული sports. დღეა. The lighting of the Olympic ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას 45 ევროპულ ქვეყანას გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვრო ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში. Georgia has fulfilled its promise. საქართველოს შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შევუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებშიც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალში უმასპინძლებენ. Leaving a lasting legacy for the ფესტივალისგან, რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის, ეს არის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვა, რაც სრულ თანხმედრაშია ჩვენს ხედვასთან. That is why the festival სწორედ is ამიტომ being held ფესტივალი not სამ ადგილას ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში იმართება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბათუმი და თბილისი პირველად მასპინძლებენ ასეთ დიდ შეჯიბრებას და ამით ახლებურად წარმოჩენენ თავს მსოფლიოს თვალში. ამასთან ეს არ არის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც ამ ზამთრის პერიოდში საქართველოში ტარდება. ამ თვეში ასევე დაგმილია მსოფლიო დონის რამდენიმე ტურნირი ჩვენ სხვა კურორტებზეც, გუდაურსა და მესტიაში. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე ქვეყანას, დელეგატს, მისიების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მათთვის საუკეთესო პირობები შეგვიგვდათ. სპორტული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, კომფორტული სასტუმროებით დამთავრებული. უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფად მთავრობამ ეტაპობრივად ასეულობით მილიონი ლარი გამოყოფ. ეს ინვესტიცია გაწვლილია გრძელვადიან მიზნებზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში და ზამთრის სპორტული კურორტების და კულტურის პოპულარიზაციაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ახალი ყინულის მოედანი, ბიატლონის სტადიონი, რომელიც ასევე აღჭურვილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასროლეთი სისტემი და ბაკურიანი 2025 ინოვაციურიცაა. პირველად ფესტივალის ისტორიაში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი. ამასთან იგი გარემოს დაცვით მაგალითსაც აჩვენებს
ოქროს ტყეში ყველა ოქროს მედალოსნის სახელზე ხეები დაერგება. დარწმუნებული ვარ, ფესტივალი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ სახელს მოუტანს და მომავალ თაობებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნეს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, თითოეულ სპორტსმენს, წარმატებებს, გულშემატკივრებს კი დაუვიწყარ სპორტულ სანახაობას ვუსურვებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა კი ტრიბუნას სამთხოვთ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა ხაბარელს. Head of the organizing committee of the European Youth Winter Olympic Festival Bakuriani 2025, Mamuka Khabareli. Dear athletes, ძვირფასო სპორტსმენებო, volunteers, დემოხალისეებო, dear President of Georgia, ბატონო პრეზიდენტო, dear Prime Minister, ბატონო პრემიერ-მინისტრო, honorable საქართველოს representatives ხელისუფლების of Georgian წარმომადგენლებო, authorities, dear IOC ევროპის President, ოლიმპიური and კომიტეტის distinguished პრეზიდენტო და representatives წარმომადგენლებო, of the European Olympic Committees, dear Georgian საქართველოს IOC President, ეროვნული and ოლიმპიური honorable კომიტეტის პრეზიდენტო და representatives of მონაწილე national ქვეყნების Olympic ეროვნული ოლიმპიური committees კომიტეტების participating წარმომადგენლებო, countries, excellencies, თქვენო distinguished აღმატებულებო, guests, ladies ძვირფასო and სტუმრებო, gentlemen. ქალბატონებო და ბატონებო. Welcome to Bakuriani. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბაკურიანში 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქალაქში. ამ საღამოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების გარემოცვაში ერთად ვზეიმობთ ახალგაზრდობას, სპორტს და მეგობრობას. ეს გაცილებით მეტია ვიდრე სპორტული ღონისძიება. ეს არის შესაძლებლობა გავერთიანდეთ და გავიზიაროთ სიხარული, როგორც ერთიანმა ევროპულმა ოჯახმა. საქართველოსთვის ეს არის დიდი სიამაყის მომენტი. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორედ მასპინძლობა. ჩვენთვის უდიდესი პატივია წლების განმავლობაში დიდი შემართებით ვემზადებოდით ამ დღისთვის და შევქმნით თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა და გავუზიარეთ მსოფლიოს ჩვენი სიყვარული ზამთრის სპორტისადმი და დღეს მზად ვართ მივიღოთ ევროპის მომავალი ჩემპიონები. ეს ფესტივალი არა მხოლოდ ბაკურიანს აერთიანებს და ეკუთვნის, მასში მთელი საქართველო მონაწილეობს. თბილისმა, ბათუმმა და ქვეყნის სხვა ქალაქებმა თითოეულმა შეიტანა თავისი უნიკალური ხიბლი და სული ამ დაუვიწყარი ღონისძიების შექმნაში. To the athletes, სპორტსმენებო, თქვენ ხართ ამ ფესტივალის გული. თქვენმა შრომამ, გამძლეობამ და მიზანსწრაფულობამ სწორედ აქ მოგიყვანათ. თქვენ ყველა შთაგვაგონებთ. ეს კვირა მხოლოდ მედლებისთვის ბრძოლა არ არის, ეს არის მეგობრობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარების და ოლიმპიური ღირებულებების, პატივისცემის და სამართლიანობის დაცვის შესაძლებლობა. ოლიმპიური კომიტეტის წევრებო, თქვენი ლიდერობა და მხარდაჭერა წლების განმავლობაში გზას გვინათებდა, თქვენი ხედვა იყო ამოცნების ხორცშესხმის მთავარი მამოძრავებელი ძალა. თქვენმა რწმენამ საქართველოს შესაძლებლობების მიმართ მოგცა ძალა, ყოფილიყავით აქ, აღტაცებით და მონდომებით სავსე. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებო, საერთაშორისო სტუმრებო, მწვრთნელობო, ოჯახის წევრებო და გულშემატკივრებო, მადლობა, რომ ყოველთვის ამართლებთ ამ სპორტსმენების იმედებს და მათ მიზნებს მიღწევაში ეხმარებით. თქვენი მხარდაჭერა და რწმენა უნიკალურია და ამ საღამოს ჩვენ ვაფასებთ თქვენს წვლილსაც. მოხალისეებო, თქვენ ხართ ამ ფესტივალის გმირები, თქვენი დაუღალავი მუშაობით გულისებს მიღმა, რომ ყველაფერს შინებულად ჩატარდეს. თქვენი თავდადება ფესტივალის სულისკვეთებას გამოხატავს და მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რაც აკეთებთ. საქართველოს მთავრობას ვუხდი მადლობას უღრმესად აი ამ ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ თქვენი მტკიცე მხარდაჭერის და გრძელვადიანი ხედვის არსებობით გვათანამებთ. სპორტული ინფრასტრუქტურაში თქვენმა ინვესტიციებმა და ახალგაზრდებში სპორტის სიყვარულის გაღრმავებამ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. დღეს ვზეიმობთ ჩვენს დიდ წვლილს ამ ფესტივალის რეალურად წევაში. დღეს, როდესაც მშვიდობა სეცხლის ბაკურიანში ასე ანათებს, გვახარებს იმედი და ერთიანობის ძალას გვაძლევს. ეს არის იმის სიმბოლო, რომ სპორტი არა მხოლოდ შეჯიბრია, ის აერთიანებს ხალხს, ახალგაზრდებს დიდ ოცნებებს უჩენს და შთაგონებას. თან საიმედო მეგობრობას ძენს მათ. ეს არის იმედი უფრო ნათელი მშვიდობის ევროპისთვის. დიდი სიხარულით იხსნება ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025. რამოდენიმე წუთში ოფიციალურად იხსნება. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და დაუვიწყარ მომენტებს.
Welcome to კეთილი იყოს Bakuriani. თქვენი მობრძანება ბაკურიაში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე. ვიბწყინოთ ერთად. დიდი მადლობა. ახლა კი ტრიბუნასთან ვთხოვთ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ სპიროს კაპრალოს. President of the European Olympic Committees, Spiros Kapralos. Your Excellency, თქვენო President of აღმატებულება Georgia. საქართველოს პრეზიდენტო. Your Excellency, თქვენო აღმატებულება ბატონო პრემიერ-მინისტრო. honorable representatives of the Georgian authorities, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებო. the Georgian National საქართველოს Olympic ეროვნული Committee ოლიმპიური President, კომიტეტის Mr. პრეზიდენტო ბატონო ლერი CEO of the organizing და committee, ბაკურიან my dear friend, 2025-ის Mamuka Kabarani. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონო მამუკა. Honorable presidents and representatives of the ევროპული National Olympic Committees of Europe, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებო და წარმომადგენლებო, ძვირფასო სტუმრებო, სპორტსმენებო, თქვენ ხართ ამ თამაშების გული. მოგესალმებით ბაკურიანში. მოგესალმებით ბაკურიანში. გამარჯობა საქართველო. გამარჯობა საქართველო. Thank you for this most მადლობა wonderful welcome შესანიშნავი to დახვედრისთვის beautiful უმშვენიერეს ბაკურიანში. for the 17th ევროპის Winter მე-17 European ახალგაზრდული Youth Olympic ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად. After the success of the Summer European Youth Olympic თბილისში Festival, გამართული ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის მე-13 ოლიმპიური ფესტივალის წარმატების შემდეგ 10 წლის წინ ყოველთვის გვჯეროდა, რომ საქართველო კვლავ უმასპინძლებდა ჩვენი კონტინენტის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამორჩეულ ღონისძიებას. already I can უკვე feel the ვგრძნობ, რომ spirit of the ფესტივალის festival სული ცოცხალია is და alive and მკაფიოდ well. იგრძნობა აქ. From the incredible უკვე performances შევესწარით we've just საოცარ witnessed გამოსვლებს. to the parade of the ვიხილეთ ჩვენი athletes 45 from our მონაწილე 45 ქვეყნის სპორტსმენთა აღლუმი, competing რაც nations. წინა საასპარეზო We are set for მღელვარებას an კიდევ უფრო exciting week of აძლიერებს. competition. The EYOFs ევროპის play ახალგაზრდული vital ოლიმპიური role in ფესტივალები the უმნიშვნელოვანეს European როლს Olympic movement. ასრულებს ევროპის ოლიმპიურ For many of მოძრაობაში. you, ბევრი young ჩვენი athletes ახალგაზრდა here, სპორტსმენისთვის this is the ეს first პირველი time საერთაშორისო we compete in მრავალდისციპლინარული international multisport შეჯიბრება იქნება. It is crucial სადაც მათ and შესაძლებლობა valuable ექნებათ opportunity to test გამოვლინონ თავი yourself და against the best athletes გამოცადონ from across Europe. თავი ევროპის საუკეთესო ატლეტებთან. Thanks to the work of our European Youth ჩვენი Olympic ambassadors, ევროპის you will be taught about the ელჩების Olympic წყალობით values and თქვენ feel the Olympic მიიღებთ იმ spirit. ფასეულობას და იმ სულისკვეთებას, As we saw in რაც Paris ჩვენ last გვაერთებს. summer. როგორც And გასულ I'm sure ზაფხულს we პარიზში shall see ვიხილეთ და again in Milano მომდენო წელს Cortina next year. კვლავ ვიხილავთ მილან The spirit of კორტინაში Olympism ოლიმპიზმის remains სული with the სპორტსმენს Olympians მთელი throughout კარიერის their განმავლობაში თანსდევს. And it starts for სწორედ you here. აქ იწყება ეს გზა. To all our athletes, ყველა I სპორტსმენს wish you the best of გისურვებთ luck in your წარმატებას თქვენს competitions ასპარეზობებში and hope that და you იმედი leave Georgia მაქვს, რომ ბაკურიანიდან fulfilled by your შემდგარი და performance. კმაყოფილი დაბრუნდებით. To the Bakuriani ბაკურიანი 2025-ის organizing საორგანიზაციო committee. კომიტეტს Thank you for your დიდ hard მადლობას work. გიხდით ამ ღონისძიების წარმატებაში ჩადებული და უღალავი შრომისთვის. And finally, ასევე და to our ბოლოს volunteers, ჩვენს thank you მოხალისეებს for all your upcoming უდიდეს work მადლობას and for გიხდით თქვენს always welcoming us with a თავდადებისთვის smile. და გულთბილი ღიმილისთვის, Thank you and რომელსაც good luck. ყოველთვის ვეგებებით. მადლობა. დიდი მადლობა და წარმატებები. Thank you so much, Mr. Kapralos. ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ასპარეზობა ზამთრის სპორტის 8 სახეობაში გაიმართება. ჩამოგითვლით თითოეულ მათგანს: სამთო სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი, სნოუბორდი, ფიგურული სრიალი, ციგურებით რბოლა და ყინულის ჰოკეი. ბუნებრივია, რომ ასეთი მრავალმხრივი სპორტული ასპარეზობისთვის და ამ ყველაფრის ჩასატარებლად საჭირო გახდა სათანადოდ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა და სწორედ ამიტომ შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც სპეციალურად ბაკურიანი 2025-ის ინფრასტრუქტურული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას ემსახურებოდა და რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო 100 მილიონი ლარი. ასეთი რანგის სპორტული ღონისძიების მასპინძლობა ბუნებრივია საქართველოსთვის ერთდროულად არის პრესტიჟის საკითხიც და ქვეყნის ცნობადობის, ასე ვთქვათ, გაზრდის კარგი საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სპორტის და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ისიც განსაკუთრებით აღსანიშნია, რომ ასეთ ღონისძიებაში მომავალი თაობის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს თუ მათი შედეგი და წარმატება თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან სასიხარულო და საამაყო. The competition within the framework of the Bakuriani 2025 Olympic Festival will take place in 8 winter sports categories: alpine skiing, biathlon, cross-country, freestyle, snowboarding, figure skating,
short track speed skating, and ice hockey. Naturally, in order to hold such multifaceted sports competitions, it was necessary to have a properly manufactured and maintained sports infrastructure. And for this reason, Government Commission was immediately established to resolve the infrastructural problems of Bakuriani 2025 in an efficient and timely manner. And a budget of 100 million lari was allocated from the Regional Development Fund. As hosting a sporting event of this caliber is both a matter of prestige for our country and a great opportunity to increase Georgia's visibility. Promoting sports and a healthy lifestyle is one of the state's most important priorities. It is especially important for future generations to participate in such events, particularly when their achievements are a joy and pride for each of us. ახლა კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე ჩვენი სტუმრებისთვის, სპორტსმენებისთვის, გულშემატკივრისთვის სპეციალურად იმღერებს ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო ერთად გულშემატკივრობდით. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარსდგება ჩვენს წინაშე. We're so happy to be hosting you, wonderful athletes from Europe. Today, Georgia is part of Europe as a host of Olympic Games, but also in 2025, Georgia will have an honor of hosting Junior Eurovision Song Contest. And we're so happy and proud to present to you the winner of Junior Eurovision Competition 2024, winner of Rania's 7th season, Andria Putkaradze. გთხოვთ. Tari
Putkaradze, winner of Junior Eurovision 2024. Დიდი მადლობა ანდრია. დიდი მადლობა მას, რომ ასე გაგვილამაზა დღევანდელი დღე. მოკლედ, გარდა ბაკურიანისა, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი და ბათუმიც მას პინძლობს, ამაზე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ამიტომაც როგორც ბაკურიანში, ბუნებრივია ასევე თბილისსა და ბათუმში შეიქმნა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მზად არის, რომ უმასპინძლოს არაერთ შეჯიბრებას. ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის cross country-სათვის გაკეთდა სპეციალური მოედანი, ასევე გაიხსნა 3 კილომეტრნახევრიანი ტრასა, ხოლო ბათუმსა და თბილისში ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობის სახეობებისათვის აშენდა ყინულის სასახლეები და ყველაფერი უნდა აღვნიშნოთ. ყველა ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ბუნებრივია, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და რესურსით განხორციელდა. In addition to Bakuriani, Tbilisi and Batumi will also host the Youth Olympic Festival. Therefore, modern sports infrastructure has been developed in Bakuriani as well as in Tbilisi and Batumi, which is ready to host the competitions. A special venue has been created in Bakuriani for biathlon and cross-country skiing, and a 3.5 kilometers long track has been opened. Also in Batumi and Tbilisi, ice places have been built for ice hockey and figure skating. All these infrastructural projects were implemented with the efforts and resources of the government of Georgia. ახლა კი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს ვთხოვთ, რომ ოფიციალურად გახსნას ფესტივალი. President of Georgia, Mikhail Qavelashvili. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს. მაშასე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი 2025 გახსნილად ვაცხადებ.
წელი აინდო თამაში დაიწყო. დიდი მადლობა ანსამბლ ერისიონს შესანიშნავი ნომრისთვის. გავაცილებთ მათ სცენიდან. აღსანიშნავია, რომ 33 წლიანი ისტორიის მანძილზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შესაბამისად, ყოველ წელს მასში უფრო მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სახეობათა შორის. როგორც ჩვენ უკვე მოგახსენეთ, ბაკურიანი 20-25-ში მონაწილეობას იღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი. სპორტის 8 სახეობაში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში, აი ასეთი მრავალფეროვნება საზოგადოებას ძალიან დიდ სპორტულზე იმსპირდება. ოლიმპიურ ფესტივალს მოგახსენებათ ამასთან ერთად თავისი უცვლელი პროტოკოლი და წესჩვეულებები აქვს, რომელიც უძველესი დროიდან მოდის და ამ წესების უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ ფიცის დადება. Over the course of its 33-year history, the European Youth Olympic Festival has become increasingly popular, and the number of participating countries and athletes increases every year, both in summer and winter sports. As you know, the Olympic Festival has its own unchanging protocol and traditions which date back to ancient times. The most important and significant part of these traditions is taking the Olympic oath. დავიწყოთ ფიცის დადების ცერემონიალი. In the name of all competitors, I promise that we shall take part of this European Youth Olympic Festival, respecting and abiding by the rules which govern them, in the true spirit of sportsmanship and the Olympism, from the glory of the sport and the honor of our teams. In the name of all the judges and officials, I promise that we shall officiate in European Youth Olympic Festival with complete impartiality, respecting and abiding the rules which governs them, in the true spirit of sportsmanship. In the name of all the coaches and the other members of Athletes Entourage, I promise that we shall commit ourselves to ensuring that the spirit of sportsmanship and the fair play is fully adhered to and upheld in accordance with the fundamental principles
of Olympism. დიდი მადლობა. ოლიმპიური ფიცი დადებულია, ეს ტრადიციაც შესრულებულია. ჩვენ კი განვაგრძობთ ოლიმპიური ფესტივალის მთავარი სიმბოლო, ასევე მოგეხსენებათ, რომ გახლავთ მშვიდობის ცეცხლი, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის ცეცხლი ტრადიციისამებრ ფესტივალის დაწყებამდე 53 დღით ადრე, ანუ 2024 წლის 19 დეკემბერს მარადიულ ქალაქში რომში აინთო ცეცხლის ანთების ცერემონია უძველესი და ლეგენდარული საზოგადოებრივი კომპლექსის იმპერატორ ტრაიანეს ბაზრის სივრცეში გაიმართა. 3 დღის შემდეგ კი 22 დეკემბერს მშვიდობის ცეცხლი უკვე საქართველოში იყო. ჩვენ ეს გვახსოვს. ცეცხლი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს გადაეცა და შემდეგ უკვე მთელ ქვეყანაში იმოგზაურა. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საბერძნეთში მითიურ პრომეთეს, საქართველოში კი მითიურ ამირანს, ასე რომ გადავავლოთ თვალი. სწორედ კავკასიონზე მიაჯაჭვა ეს ორი სიმბოლო, ასე ვთქვათ, ზევსმა და ამ მიწაზე მშვიდობის ცეცხლის მოტანის ფაქტი უძველეს მითიურ სამყაროსთან ერთგვარი გადაძახილიც არის. ასე ვიტყოდი და იმის ხაზგასმაც, რომ საქართველო ანტიკური ხანიდანვე იყო ოლიმპიური სამყაროს ნაწილი. The main symbol of the Olympic festival is the flame of peace. The flame for the European Youth Winter Olympic Festival Bakuriani 2025, in accordance with tradition, was lit 53 days before the start of festival on December 19, 2024, in the eternal city of Rome. 3 days later, on December 22, the flame of peace had already arrived in Georgia. The flame was handed over to two-time Olympic champion Lasha Bekauri and then began its journey across the entire country of Georgia. According to the Greek mythology, mythical Prometheus, in Georgian Amirani, who brought the flame to humanity, was punished by Zeus and chained to the mountains of Caucasus, exactly here in Georgia. The act of bringing the flame of peace to this land is in a way a reference to the ancient mythical world. It also emphasizes that Georgia has been a part of the Olympic world and Europe as well since ancient times. და აი ოლიმპიური ცეცხლი უკვე სცენისაკენ მოემართება. აქვე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ვეტერან ოლიმპიელს, ნამდვილად საამაყო ბატონ კობა წაქაძეს, რომელიც ოლიმპიურ ცეცხლს გადასცემს ასევე ჩვენთვის ძალიან საამაყო ახალ თაობის წარმომადგენელს ანასტასია მირიანაშვილს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა დღევანდელ დღეს. გთხოვთ გადავცეთ ცეცხლი ანასტასიას, რომელიც თქვენთან ერთად იმყოფება სცენაზე. ბატონო კობა, A very emotional moment here right now.
our hero, a veteran Georgian Olympian, Koba Takadze, just transferred the Olympic fire to a young Georgian Olympian, Anastasia Mirianashvili. Thank you so much for being with us. Ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. გთხოვთ მიაწილოთ ფლავას ოლიმპიური ცეცხლი, სულ მალე გადაინაცვლებს ცეცხლი ბაკურიანის მთავარ სკვერში. ცენტრალურ სკვერში, სადაც უკვე მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აინთება და ასე ვთქვათ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უკვე ბაკურიანი 2025 ოფიციალურად გაიხსნება ამ ასე ვთქვათ ცერემონიის შემდგომ. ანასტასია გაემართება ცეცხლით ხელში, ახლა კი სანამ ეს ყველაფერი მოხდება და ამ ყველაფერს აუცილებლად ერთად ვნახავთ, მანამდე სცენას დავუთმობთ მუსიკას ისევ და სცენაზე ვთხოვთ კახაბერს და ხანუმებს. We must note that Mr. Koba Takadze is almost 90 years old. He will now bring the fire along with Anastasia to the main square of Bakuriani in the center of town where the Olympic fire will be actually officially lit, which basically will indicate about the start of the games starting from tomorrow morning. But before we send the fire, we need some time, so we invite wonderful Georgian artists to the stage. Music for you performed by Kakhaberi da Khanumebi. Please. Come, make some noise. Thank you. Hey. Come on, make some noise.
Come on, everybody. Make some noise. Come on, guys. Can you sing with us? Just do one. Hey! Yo! Thank you. Welcome to Georgia. Thank you very much. Khanums. დიდი მადლობა მათ, რომ ასეთი ცეცხლი დაანთეს ნამდვილად. ახლა კი ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო მომენტის დრო დგება. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვთქვით, რომ ჩვენი მშვიდობის მთავარი სიმბოლო ცეცხლი მიემართებოდა ცენტრალური პარკისაკენ. ჩვენ შეგვიძლია ახლა ჩვენი ყურადღება ეკრანისაკენ მივაპყროთ და ვნახოთ უკვე მშვიდობის ცეცხლი როგორ აინთება საზეიმოდ და საბოლოოდ გახსნილად გამოცხადდება ჩვენი ოლიმპიადა და ჩვენი ფესტივალი. ყურადღება ეკრანზე. Let's all watch live how the fire is ნიშნავს, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025 უკვე საზეიმო ნაწილიდან სპორტულ ნაწილზე გადადის. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ სიამაყით, რომ ფესტივალში მონაწილეობას 40 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ მართლაც ძალიან საზეიმო სპორტული დღეები გველოდება ერთი კვირის განმავლობაში 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით. The flame of peace has been officially lit. That means that starting from now, the Olympic Games are on.
Good luck to all of you. Bakuriani 2025 is officially open. We will see each other again in 1 week. სცენას კი ვუთმობთ არაჩვეულებრივ ახალ თაობას. საფესტივალო სიმღერა ბაკურიანი 2025 გთხოვთ შევხვდეთ. Thank you so much for being with us. See you soon. დიდი მადლობა. This is your day, this is your time. Just do your best and make it a shine. You got your aim, you got your goal. Carry on going and you make it all. Day by day, time by time, you're reminding yourself that your dream is not far. It's on fire, you will win and you will shine. Somebody wants to be a winner. Someone just wants to take the score. You got to have it what you desire, and you will make it You sing the song, you're getting the vibe. Now it's your time and take it, they make it fine. You're reaching your aim, it's making you proud. You're there with the right and it's going to shine.